გამარჯობათ, მე მინდა მივესალმო ჩემს მაყურებლებს, ყველას ვინც ისმენს დღეს ჩემს ხმას, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ვთქვა, რომ გააზიარეთ ეს ვიდეო ლაივი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ითქმება დღეს უახლოესი საქართველოს ისტორიაში. დღეს საქართველოში არის კრიზისი პოლიტიკური, ეს არის მტრობა საქართველოს უახლოესი ისტორიის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. დღეს სხვა ქვეყნის დავალებით იბრალებენ ჩემს ქვეყანაში სამშობლოს პატრიოტიზმს და ყველაზე მძაფრად დღეს ქართველებს ხვდება გულზე ის, რომ უახლოეს ისტორიაში ვინ ჩვენ თავისუფლება, დამოუკიდებლობა მოგვიტანა, მისი ძაგება მიმდინარეობს, მისი ჩაძაღლება, ჩაფურთხება ერის წინაშე მიმდინარეობს და კაციშვილი მთელ ერში, რომელიც იბრალებს კონსერვატორობას, რომელიც იბრალებს ეროვნულ დემოკრატიული ღირსების დაცვას, არავინ არ არის, რომელიც ამას ყველაფერს პასუხს გასცემს. მე ჩავრთავ ირაკლი მილაძეს, ახალგაზრდა კაცია საქართველოსთან, მე მასთან ერთად მინდა გავაგრძელო ეს ვიდეო. ქართველმა ერმა ვნახეთ და რაც ჩვენ ქართველმა ერმა მოვისმინეთ. გამარჯობა ირაკლი, მოგესალმები. დავითას გაუმარჯოს, როგორ ახარ? სასიამოვნოა ძმაო, შენი ხილვა ჩემთან ეთერში ყოველთვის სასიამოვნოა, სამშობლოდან მოვისმინო ხმა, ისეთი ახალგაზრდა გაუყიდავი კაცი ჩვენ დროში, როგორიც შენ ახარ. ყველანაირი ფამილიარობის გარეშე, ეხლა მე და შენ ძალიან განსხვავებული პოზიციები გქონდა, შეიძლება ბევრ რამეებზე, მაგრამ ეთყობა დღევანდელი დღის ეთერი და ჩვენი შეხვედრაც აქ შემთხვევითი არ არის, როგორც შემთხვევითი არ იყო ქართული ეროვნული ხელისუფლების და ძალის გინება, ვინც ჩემს თავისუფლება მოუტანა. ირაკლი, გესმის ჩემი? კი, მესმის და აი შენ სიტყვებზე, რომ ჩვენ ბევრ რამეში შეიძლება განსხვავებული აზრი გვაქვს. ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთში არათუ ის უნდა ვეძებოთ, რა გვაშორებს, რა გვაცალკევებს, არამედ ის, რა გვაერთიანებს და ზუსტად ის არის, რომ 9 აპრილი და ზუსტად გამსახურდია მერაბ კოსტავა და ის ეროვნული გმირები, რომლებმაც ეს ქვეყანა აი აქამდე მოიტანეს და დღეს თუ ზოგ-ზოგი ერთები საუბრობენ იმას, რომ თურმე ეს ყველაფერი მოჩვენებითი თავისუფლება და მათი მონაპოვარი ვითომ ესე რაღაცა ის ყოფილა ბუტაფორია. ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევძელით იმის შენარჩუნება, უფრო მეტის გაკეთება ვერ შევძელით. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმ 30 წელიწადია, რაც პოლიტიკოსები, ვინც არიან ეს პოლიტიკოსები, დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში, მათი დამსახურებაა და ეს ადამიანები ბოდიში და ფეკალიები ვიტივტივებენ მაღლა. მხოლოდ იცვლიან ბელადს, იცვლიან პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ იდეოლოგია ერთი რჩებათ, რომ ეს ქვეყანა უნდა გაანადგურონ და ადამიანებს, რომლებსაც შესწევთ ძალა იმისა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ჩიხიდან, ზოგი ქვეყნიდან გარბის და ზოგი კიდე დაჭერილი ციხეში არის. აი ესეთი მდგომარეობაა და მადლობა შენ, რომ მომიწვიე შენს ლაივში და მაქვს საშუალება ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ამაზე. ახლა მადლობა შენი მონოლოგისთვის. და მე მინდა რომ საზოგადოებას მოუწოდო, რომ მაქსიმალურად გაავრცელონ ეს ვიდეო ბლოგი ჩვენ პუტჩისტების ტელევიზია არ გვიკეთებს საინფორმაციო გაფართოებას, რომ ეს მთელმა საქართველოს ნახოს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ჩვენი სიტყვა მთელ საქართველოს გავაგონოთ. ჩვენ სუფთა ადამიანები ვართ, რომლის სიტყვაშიც ვინმე სისხლზე გადახდილი ფული არ არის. კი, მე ირაკლი მილაძესთან შეიძლება ბევრ რამეზე მქონდეს უთანხმოება, ბევრ რამეზე მქონდეს ასთა სხვადასხვაობა, მაგრამ მტრობა ამ კაცთან არ ამაქვს. და დღევანდელი ჩვენი საუბრის მოტივი ეს არ არის ჩვეულებრივი მოტივი. გააზიარეთ ეგ ვიდეო ბლოგი, ანახეთ თქვენ მეგობრებს, თქვენ შვილებს. აქ არავინ არ შეიგინება, აქ სპეციალურად არ ვიგინები, ძალიან მინდა ირაკლი ვიგინო, მაგრამ არ შევიგინები, იმიტომ რომ მტერს მე მოტივი არ მივცე, რომ ეს ვიდეო ბლოგი არანახომ პატარებს, მცირეწლოვანებს ადამიანებს, სადაც იტყვიან, რომ ჩვენ ტუტუცები ვართ, ჩვენ უზრდელები ვართ, მაგრამ ვინც მიცვალებულთა ღირსებას შეეხო, ვინც ჩვენი გმირები შეურაცხო, დამიჯერებ ეთყობას და დამეთანხმები, რომ ის გინებაზე მეტის ღირსია. ქართველებო, რაზეა იცით საუბარი? თქვენ შეიძლება არ იცით რაზეა საუბარი, მაგრამ მე იძულებული ვარ ეს თქვენ გაგიმხილოთ. და ყველა ნახავთ ამას. ეგრეთ წოდებული ტელევიზიის ეთერში, რომელიც თავს კონსერვატიული იდეების დამცველად აცხადებს, ეს არის ალტინფო. თუმცა გვიტყვი, რომ ამის უკან დგას კონსტანტი ვიღაცა მორგოშია, ემალება ამ ტელევიზიას, ესაა ჩვეულებრივი
ფარდა მისი სახის უკან ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელიც არის თვითგანცხადებული ადვოკატი და საქართველოს არ არის ისეთი ქვეყანა, რომ პრეისტორია დაგვავიწყდეს. ეს არის სისხლის მსმელი დათა ახალაიას ადვოკატი და მეგობარი. ეს არის დღევანდელი უშიშროების ყოფილი ვირთხის გოგაშვილის უახლოესი მეგობარი, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს თავში ტყვიატკიცა და მამის თვალზე დააგდო. ისე დააგდო, აცხადებს, რომ 9 აპრილი ეს იყო პროექტი ქვეყნის სპეცსამსახურების, რომ ზღვიად გამსახურდია არარაობა ყოფილა, რომ მერაბ კოსტავა არავის არარაობა ყოფილა და ერის მონაპოვარი, რომელზეც დღეს სახელმწიფო დგას ქართული, ის ყოფილა შეცდომა და ის ყოფილა მართული პროცესი. მე მომიტევეთ ჩემი ემოციებისთვის, მე შეიძლება ძალიან ბევრ რამეში ვცდები, მაგრამ მე ვერ შევცდები იმის შეფასებაში, რასაც ეხლა ვამბობ. ირაკლი, მე უყურებ და ხალხს რეაქცია არა აქვს ამაზე. ეს ჩვეულებრივი გრძნობა გახდა საქართველოში, რომ ესეთი რაღაცა უნდა მიიღონ. მალე ალბათ ისტორიის წიგნშიც დაწერენ, რომ ირაკლი ზაქარეიშვილის იდეოლოგია მართალია და ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ეს ყოფილა არარაობა, გამიგე? იცი რა, ჩემო ძმაო, მე შეიძლება სიტყვა გამიგზელნა, მაგრამ სანამ შენ აუცილებლად დაგისვა მაგ საქართველოში კითხვას, მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. ხალხი რომელიც დღეს გამოდის და ვირიშვილს მიძახის, მე უნდა ვთქვა როგორი ვირიშვილი ვარ. ჩემი მამა იყო ინვალიდი კაცი. 3 წელიწად ნახევარი გაატარა კგბ-ს ციხეში. იმის გულისთვის, რომ ეროვნული ლიტერატურის გამვრცელებელი იყო, ანუ ანტისაბჭოთა ლიტერატურას ავრცელებდა, რომ ეს ნაძირლები დღეს სადაც დგანან თავისუფლება მოეპოვებია. გესმის ირაკლი ჩემი? კი, მესმის. და აი ესეთი ვირიშვილი ვარ მე და მე თუ ესეთი ვირიშვილი ვარ, ამ კაცმა საკუთარი მეგობრები არ ჩაუშვა. ვინ ახართ თქვენ მარტინენკოები? ვინ ახართ თქვენ მორგოშიები? ვინ ახართ თქვენ სხვა გვარის შვილები, რომლებიც დღეს მე მიგინებთ მამას, მიგინებთ ზვიად გამსახურდიას, ასევე მიგინებთ მერაბ კოსტავას და სულში აფურთხებთ ქვეყანას, რომლის იდეაზეც დღეს თითქოს და დემოკრატიულად ვითარდება. მე მინდა სპეციალურად დაგიძახი ამ ეთერში. მე მინდა არათუ მარტო შენი იდეოლოგია და ღირსება დააფიქსირო აქ. მე მინდა მოგვიყვე ჩვენ ყველას. ვინ არის ეს ირაკლი ზაქარეიშვილი და რა შეხებები გქონია შენ მაგასთან? მოკლედ, სანამ მაგას ვიტყვი, რა თქმა უნდა, რასაკვირველია, რომ აღწერ თავიდან ბოლომდე მე რა შეხება მქონია. ჯერ რაღაც პატარა შეჯამებას გავაკეთებ იმისა, რაც მაგ ადამიანმა ეთერში განაცხადა, რომ თურმე ეს ყველაფერი შიგნიდან დაგეგმილი იყო, რომ 9 აპრილის ეგეთი რამე მომხდარიყო და ხალხი დაეხოცათ. ვინც უყურებს ამ გადაცემას, ჩემი სიტყვები მოგონილი არ არის, ეს არის ღია ეთერი, შეგიძლიათ ნახოთ. არის როგორც სოციალურ ქსელში, ისე YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ და ვინც დაინტერესდებით, მე შემიძლია პირადში ჩაგიგდოთ და დათომაც ჩაგიგდოთ. მოკლედ, ირაკლი ზაქარეიშვილი, ადამიანი, რომელიც დათა ახალაიაზე, რავი, ბაჩო ახალაია, როლანდ ახალაიაზე აბოდებდა და ყველანაირ კონტექსტში, ყველანაირ ბრუნვაში ამართლებდა ამ ადამიანებს და საუბრობს, რომ თურმე როლანდ ახალაიას მართლობა ეს იყო რაღაც სამეგრელო საყვავება, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ და უბედურებდნენ. აი ამ ადამიანზე აქვს ესეთი სენსიტივები ამ პიროვნებას. მაგის გარდა კიდე რასაც საუბრობდა, რომ თურმე ტაშფანდური ჰქონია 9 აპრილს 99 წლის 9 აპრილს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდა ის გმირი ხალხი, თურმე ტაშფანდური ყოფილა და ეს ყველაფერი ზვიად გამსახურდიამ და სხვა ლიდერებმა გამოიყენეს იმისათვის, რომ ხალხი ჩაეხოცათ იქ. ეს მეორე კიდე. ეხლა რაც შეეხება იმას, ვინ არის ირაკლი ზაქარეიშვილი, ეს არის ადამიანი, რომელიც 2012 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, იყო მაშინდელი მაღალი ჩინოსნების ადვოკატი და როდესაც ამოიღეს ციხის კადრები არა, სამალავები, როდესაც აღმოაჩინეს სამეგრელოში, იქ აღმოჩენილი იქნა ამ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ამ ყველაფერს მე ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანს ჩემთან ქონია მიმოწერა, ჩემთან პირადად შემხვედრია ქუჩაში, მეტროში მინახავს, რაც აკეთებს ეს ადამიანი არის ცვედანი, ძველ ქართულად რომ თქვათ, ეს ადამიანი არის ჰომოსექსუალი, რომელიც ასევე პედოფილიზმიც არის, როდესაც ძალიან დიდი ბოდიში შენი ხმა იჭედება ინტერნეტი და ძალიან გთხოვ, გაიმეორო ეხლა რაც თქვი კარგად.
მოკლედ ირაკლი ზაქარიაშვილმა პირველად მომწერა 2013 წელს, საიდან და მოუვიდა აზრი, რომ ჩემთვის უნდა მოეწერა, ან რა შემატყო იმისა, რომ მე ჰომოსექსუალიზმის მიმართ ტოლვა მქონდა ან ესეთი რაღაცა, დამიწყო საუბარი იმაზე, მაშინ ფეხბურთს დამაშავდი, რომ თურმე ბუცებს მიყიდი და სპორტულებს მიყიდი და უზრუნველყოფდა ჩემს სპორტულ ცხოვრებას ყველანაირად და 19 წლის ვიყავი მაშინ და ჩემთვის კი ვფიქრობდი მეთქი, ანუ მაშინ არ იყო ესე ფართოდ რა 2012 წლამდე დღეს რო არის ესეთი პროპაგანდა არ გამოვიყენებ იმ სიტყვას რის გამოც შემდეგ დაგვბლოკავენ. არ გინდა. ხო, მაშინ ცოტა რაღაცნაირად იყო რა, არ იყო ესე ღიად საუბარი რაღაც და მიკვირდა კიდევაც თან ასევე რაღაც სხვანაირად ვუყურებდი და მე ვუთხარი რომ რატო უნდა გაეკეთებინე ხა მეც მაინტერესებდა რა თქმა უნდა ის სადამდე შემოვიდა და ეთი რეებს ილაყარაკებდა და რატო მაინც და მაინც მე და როგორც მითხრა თურმე მას სურდა პერსპექტიული ახალგაზრდები წაეხალისებინა. ამის შემდეგ სადგურის მოედანზე, ეგრეთ წოდებულ ვაგზელის მოედანზე მხვდება ეს ადამიანი, შემთხვევით სკუტერით მოდიოდა, სავარაუდოდ ეხლა ვერ მიცნო ზოგადად ეხლა როგორც არის ფსიქოლოგიურად, ფსიქიკურად ზრდასრული ადამიანები, რომლებიც აი ასეთი ცხოვრებით ცხოვრობენ, ისინი ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ მათზე პატარებზე, რომლებიც ჩამოუყალიბებლები არიან და მათზე ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ზეწოლა ადვილია. და შეცდენაც რასაკვირველი ირაკლი იჭედება შენი ლაივი ძამია. ვიცი რომ ძალიან ბევრი მტერი გყავს ახლა ამ სიმართლეს რო ვლაპარაკობ. გესმის ჩემი? ირაკლი ძალიან გთხოვ დამიკავშირდი, იმიტომ დღეს მთელი საზოგადოება მთელი ერი ჩვენი ერი ელოდება ამ სიტყვას, იმიტომ რომ ეს გოშია მამაძაღლი. ეს მართლა მამაძაღლი მარტინენკო, ეს მართლა ვირიშვილები იბრალებენ ქვეყნის პატრიოტულ ღირსებას და პედერასტების პარტია აქვს და მათი დედავატირე. მე ამ ნაბიჯრებს ამ ღორის შვილებს ამას და ჩვენ მამებს, ჩვენ ღირსებას, ჩვენ ერს შეურაცხყოფენ და როგორ უყურებთ ერიშვილებო, როგორ უყურებთ ამას ახალგაზრდა ბიჭს ეს მორგოშიას პარტიის წევრი თავაზობდა რაღაცა ურთიერთობებს, რაღაცა კი არა კონკრეტულ ურთიერთობებს, სექსუალურ სიტუაციას, შენ ნაძირალა, ოხერო მიწაში ხარ ამოსაღები, მაგრამ ვაირო საქართველოში არა ვარ, ვაირო ტოლვილი ვარ ამ ქვეყნისთვის, ამ ღირსებისთვის პოლიტიკური ნიშნით და დევნილია ჩემი ოჯახი, როგორც ჩემი ძმა. ირაკლი ძალიან გთხოვ, იქნებ ჩამერთო მეგობარო, მე ყველანაირად ვეცდები, რომ შენ შემოგიყვანო ჩემთან ეთერში, რომ ჩვენ ძალიან ბევრს უთხრათ ჩვენი სიმართლე, ის რაც სიმართლეა, რასაც ეს მალავს, თუ ვინმეს გესმით ეხლა ეს, მაგ მე არ ვიცი, მე ძალიან ბევრჯერ გამხდარ ვარ მსხვერპლი ფსევდოპატრიოტული გაერთიანებების. ძალიან ბევრჯერ მიძახოდნენ, მივიდოდ იქ ძალიან ბევრჯერ მიტყდებოდა გული. მივიდოდ იქ ვნახულობდი ვაშკაც ბიჭებს მოტყუებულს. იქნება თქვენც ასე ხართ მოტყუებული და არწმუნებული ვარ, თქვენც ესე ხართ მოტყუებული. არ შეიძლება მორგოშია კაცი იყოს, არ შეიძლება ვიღაცა ნემსაძეებს თუნდაც ძმებ ნემსაძეებს ვიღაცა მარტინენკო მასწავლიდეს სამშობლოს სიყვარულს, ეს არ შეიძლება ესე მოხდეს. გვარის გამო კი არა, მეგობარი იყო ჩემი თამასი ნიკიტინი, მაგრამ პირველი მოხდა ტყვია გულში ამ ქვეყნისთვის. იმიტო არა რომ გვარი აქვს. მარტო ესეთი სლავური არა, მაგიტო არა, უბრალოდ კაცები არ არიან ეგენი ვაშკაცები არ არიან. ირაკლი შევეცდები ჩაგრთო. ირაკლი შენ აუცილებლად უნდა შემოხვიდე ჩემთან ეთერში. როგორ გესმის ჩემი მეგობარო? კარგად და გავაგრძელებ რა იქიდან სადაც გავჩერდი. მოკლედ სკუტერს აჩერებს ეს ადამიანი. სკუტერს აჩერებს და მეუბნება რომ ხო არ გაგვესეირნაო ხა. რამდენად ის არის, რა ქვია, ლოგიკური ის რომ უცხო ადამიანს მით უმეტეს ახლა მაგასთან მე ბავშვი ვიყავი, მაშინ მით უმეტეს აჩერებს და სკუტერით გასეირნებას მთავაზობს. მით უმეტეს, როდესაც ვიცი მანამდე რა აქვს მოწერილი, მაშინ მე ვუთხარი რომ მეთქი შენ ირაკლი არა ხარ ზაქარიაშვილი და კიო საიდან მიცანიო და ეხლა ხო არ ვეტყოდი რომ იქიდან გიცანი მეთქი, თქვენ მეთქი ის არა გაქვთ რაღაც არასამთავრობო რაღაც კონსტიტუციური მუხლიო მე რამდენიღაცა 20 რაღაცა თუ რაღაც 50 რაღაცა. ხო და მოკლედ წამოვედი. მე ეხლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობდი და მეტროში ხშირად ჩავდიოდი და ერთი მინიმუმ 3-ჯერ მყავს ეს ადამიანი ნანახი, როდესაც მეტრო შემოდის, ვაგონის მატარებელი შემოდის
იყურება აქეთ-იქით საით ნახოს პატარა ბავშვი რომ იქით შევიდეს. ეგეც ბევრჯერ მინახავს. ხო და როდესაც ამ ადამიანმა დაიწყო ქართული ოცნების დაცვა და ნაციონალური მოძრაობის ლანძღვა, ახლა ნაციონალური მოძრაობის ლანძღვა მე რო ვიცი და შენ რო იცი, მეორე არ უნდა ეგეთი, ახლა ეგ არ გვესწავლება და სწორიც არის, მაგრამ რამდენად გეკუთვნის ეგ მეორე საკითხია და მე რო დავუწერე რომ მეთქი შენ ახალაიების ადვოკატი იყავი, ესე საუბრობდი რომ თურმე როლანდ ახალაია მააყვავა და განავითარა სამეგრელო და მით უმეტეს ისიც დავუკონკრეტე რომ შენ ესეთი პიროვნება ხარ, ესეთი ცხოვრების მიმდევარი ხარ და შენ რატო საუბრობ ისე თითქოს ანუ გრცხვენია შენი ცხოვრების წესი? შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს მაგ ცხოვრების წესით მცხოვრები, თუნდაც ჭაბუკიანი ავიღოთ, რომელსაც ქუჩა აქვს თბილისში გახსნილი სააკაძის ძეგლთან და ერთ-ერთი პატივსაცემი ადამიანი იყო საბჭოთა კავშირის ეპოქაში ჯერ კიდევ მაშინ. ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ როდესაც შენ ცხოვრების წესი ესე რომ ვთქვათ გიტყდება, გრცხვენია, ეს უკვე სირცხვილია მართლა, შენი ცხოვრების წესიც სირცხვილია, თვითონაც სირცხვილი ხარ. ხო და ამ ადამიანმა მომწერა ფეიკი აკაუნთით, რომ მე ენასკვილი დამეჭირა და 2018 თუ 19 წელს, როდესაც ჭუბი მოგვივიდა უცხოელებთან, სადაც ქართული გოგოს აწუხებდნენ და იქ კარგად მოხვდათ სხვათა შორის იმ უცხოელებს, მაგრამ კარგად მოხვედრამდე წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა ჩემზე და იმ გოგოზე ფიზიკურად იძალადეს და ეს ყველაფერი კამერებით იყო დაფიქსირებული და ამ ადამიანმა თქვა, რომ ვითომ ამ ინციდენტს გააცოცხლებდა და მე მივიღებდი შესაბამის პასუხს, რომ ვითომ ციხეში დამიჭერდნენ. ჯერ იმ ირაკლის დედავატირე, რომ ირაკლი ზაქარეიშვილის ესეთ დამუქრებაზე გაჩერდება და მე კიდე იმ ირაკლი ზაქარეიშვილის დედავატირე ვინც არ მოვიდეს და არ მაგებინოს პასუხი ერთია და თუ იმაზე მივა საქმე რომ თურმე მე გამიცოცხლებს მაგ საქმეს პირველ რიგში მოდი იმ ამერიკელის და ქუვეითელის დაჭერა მოუწევთ იმიტომ რომ კადრებში როგორც ჩანს ეს ყველაფერი დამეხმარა მე რა თქმა უნდა იმაში რომ თავი გასამართლებელი არაფერი არ მჭირდა მაგრამ რეალურად დაენახა საზოგადოებას ვინ იყო იქ დამნაშავე და აი ამით ცდილობდა ჩემზე ზეგავლენას რომ ვითომ ეხმა არ ამომეღო მაგრამ ის ადამიანი არა ვარ გემუქრებოდა რა ირაკლი როგორც მოდი პირდაპირ დავარქვათ ამას რომ გემუქრებოდა კომპრომეტირებდა რომ თუ ხმას ამოიღებ დაგეძლე შენ თავს დავაჭერიე ეგ იყო ხო და ჩემთვის შოკი იყო პირველ რიგში ის რომ ირაკლი ზაქარეიშვილი თურმე ალტინფოს პარტიის წევრი გამხდარა და კონსერვატორი გამხდარა ეს ცვედანი კაცი მერე ახალაიების ადვოკატი ეგ მეორე და მესამე ის რომ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შეიძლება ადამიანი პიროვნულად არ მოგწონდეს და მე თუ სიტყვაზე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მიმართ მაქვს დადებითი შეხედულება და ჩემთვის დღესაც ერთ-ერთი არა ერთადერთი ადამიანები არიან რომლებიც იყვნენ მართლაც ეროვნული იდენტობის სადარაჯოზე გამომხატველები და ეხლა მე არასდროს არ ყოფილი ისე რომ ბელადომანიით ყოფილიყავი დაავადებული არც ზვიად არც ისა ვარ არც ესა ვარ უბრალოდ რეალურად ვაფასებ იმ პროცესებს იმ მოვლენებს და პოლიტიკურ დღის წესრიგს და ჩემს ქვეყანაში მათზე უკეთესი არავინ არ ყოფილა და მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ კიდე აიხანი ვერ იქნება და აი ეს ადამიანი რომ საუბრობს ამ ადამიანებზე რომლებმაც მერაბ კოსტავაზე როგორ შეიძლება ადამიანმა ილაპარაკოს რომელმაც ციმბირის ციხეები გამოიარა ადამიანი ძვალი და ტყავი იყო შიშველი შეაგდეს რამდენჯერ ციხეში იქ საყინულეში და ადამიანი თავიდან ბოლომდე თავისუფალი იყო შეზღუდული იყო რაღაც მატერიალური შესაძლებლობებით, მაგრამ სულიერად იყო თავისუფალი და ეს ირაკლი ზაქარეიშვილი და კიდევ სხვანი ვნებების და სურვილების მონები ეს ყველაფრიდან გადახრილი ადამიანები თავი დავანებოთ კაცო ორიენტაციას ყველაზე მთავარი არის შენ როგორი ღირებულებები გაქვს ეროვნული იდენტობაზე როგორ უნდა ისაუბროს ირაკლი ზაქარეიშვილმა ჩემთვის მართლა შოკი იყო ამა ორჯერ ვუყურე ამ გადაცემას ვუყურე ორჯერ კარგად გამიაზრებინა ირაკლი ზაქარეიშვილი ჯერ რატო ყავდათ მიჭრეული ვინ არის აი რას წარმოადგენს ადვოკატის იქით მით უმეტეს რომელი პროცესი აქვს მოგებული ან რომელი პროცესი წაუყვანია ისე რომ ადვოკატად აღვიქვათ ანუ
რა გააკეთა იმისა, რომ თუნდაც კარგ ადვოკატად ვიცნობთ. კარგ ადვოკატიც აღარ არის საუბარი, კაცო. ნორმალურ ადვოკატად ვიცნობთ. ჩვეულებრივი მონა იყო ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ დაუდეს კომპრომატები, აჩვენეს ის თავისი ვიდეოები, როგორ ერთობოდა სააკაშვილის პერიოდში და შესაბამისად არათუ ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, რა თქმა უნდა, და მაგისი პოსტებიც რო ვნახოთ ძველი, თუ არ წაუშლია, იქ უწერია კარგად, როგორი მეხოტბია ამ ხელისუფლების და დღეს როგორ გახდა თურმე წინფოელი. აი, ეხავს რა, ირაკლი, თუ შეიძლება შენიშნებართვით, მე მინდა, რა თქმა უნდა, ეხა საქართველოშიც ბნელა და საფრანგეთშიც ბნელა, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ მორალში ბნელა, ღირსებაში ბნელა, სინდიში ბნელა, სარწმუნოებაში ბნელა, ეროვნულ ძალებში ეთყობა ბნელა. მაგრამ მე მინდა დაგიძახოთ, იქ ვინც პატიოსნები ხართ და მოტყუებით ახართ მიყვანილი მორგოშიას ეგრეთ წოდებულ პარტიაში. კაცი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელ ბიჭს ამას შესთავაზებს. კაცი, რომელიც ითანამშრომლებს ნაციონალურ მოძრაობასთან ინფორმაცი როგორიც იყო. კაცი, რომელიც ქართული ოცნების ისეთი მეხოტბე იქნება როგორიც იყო. კაცი, რომელიც ხდება ეგრეთ წოდებული სატელიტური პარტიის წევრი და ასე აგინებს ეროვნულ ღირსებას, რა გესაქმებათ თქვენ მაგ, თუ თქვენ ერთი არ ახართ ამ მამათმავალის, ამ პედოფილის, ამ ღირსება შერყვნილი ადამიანის. წამოდით, დატოვეთ მაქაურობა, იმიტომ რომ მე გულახდილად გეუბნებით, როგორც დღეს ჩემი და ირაკლი მილაძის ლაივი არ არის შემთხვევითი, ისე მაგკაცის მხრიდან ეროვნული ღირსების დინება არ იყო შემთხვევითი და მის უკან დგას ზუსტად კონსტანტინე მორგოშია და ბევრი კიდე სხვები ეხლა დღეს რომ თავს იმართლებენ, რომ ჩვენი პარტიის წევრი ნამდვილად არ არისო ეს ირაკლი ზაქარა, როგორ არ არის? მის გვერდზე ოფიციალურად დაწერა, რომ თქვენი წევრია, თქვენთან არის თანაზიარი და თქვენგანაა ბარძიმიდან ღვინო მოსმული. ხო და ნუ უმალავთ ამას საზოგადოებას და ნუ ცდილობთ თქვენ სახეზე გადაიკრათ ნიღაბი. ერმა ყველაფერი კარგად ნახა, ერმა ყველაფერი კარგად იცის და არც ის არ ყოფილა შემთხვევი, როდესაც ესეთი მეძავი და გარყვნილი კაცი აი იმ ბიჭებს 5 რიცხვის მოვლენებზე ადვოკატად მიუქციეთ 200,000-ის აგროვების შემდეგ, რაც გამოუღეთ ემიგრანტებს სპირტვიდან და გულიდან და სისხლიდან და ხელიდან. და როგორ ბრძოლობენ ეს ხალხი ემიგრაციაში იმის გულისთვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინოს, მე ნამდვილად არ მესწავლება ემიგრაციაში წასულ ხალხს. მართალია, მე არა ვარ აქ სოციალური თემებით მიგრანტი და ემიგრანტი, მაგრამ მე ხომ ვიცი, მე ხომ უყურებ ჩემი ერის გაჭირვებას. თქვენ უსინდისოებო, თქვენ არაადამიანებო, შეეშვით ქართველი ერის გაძარცვას, როგორც ღირსების, ისე მატერიალური დონიდან და ისე ეროვნული ღირსებების წარყვნას. ირაკლი, ძალიან რთულია, მე არ მეძინა ღამეები. არ მეძინა ღამეები, როდესაც მე ამ ყველაფერს ვისმენდი და ძალიან რთულია ამის ატანა, რომ ვიღაცა იბრალებდეს პატრიოტიზმს ასეთ დონეზე და ასეთ დონეზე აფურთხებდეს ქვეყნის უახლოეს ისტორიას სულში, რაც მე მაგალითად მოვისმინე. ეს ხო არ არის ჩემი სიტყვები, მე ხო არ მომლანდებია ძმაო, შენც ხო მოусმინე ყველაფერს შენი ყურით, რაც იმანი ორჯერ მოვусმინე და მინდოდა კარგად გამიაზრებინა, რაზე საუბრობდა, როგორ კიდე გადავახვევდი კიდე უკან ორჯერ ვუყურე თავიდან ბოლომდე და რაღაც მომენტებს ვუყურებდი ერთი ალბათ 5 ჯერ გავამეორე და ყველაზე მთავარი კიდე რა არის ამ ყველაფერში ხა მე ბოლოს ეკლესიაში ვიყავი ალბათ 1 თვის წინ როდესაც ბებია ჩემი გარდაიცვალა და ღვინო წავიღე როგორც ხდება ხოლმე რა ოჯახიდან რო წესი აუგონ და ასე შემდეგ ბოლოს ვიყავი და ვერ ვიტყვი იმას რომ მე მაგარი მართლმადიდებელი ვარ და ყოველ დღე ვლოცულობ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ჩემზე უარესები არიან ის ადამიანები რომლებიც დღეს მართლმადიდებლობის დამცველებად გვევლინებიან და პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქციეს ქრისტიანობა ჯვარი და ეკლესია ეს ადამიანები ეკლესიის ფონზე ირეკლამებენ საკუთარ პარტიებს საკუთარ ტელევიზიებს და საზოგადოებას რომელიც მართლაც უკვე გადაღლილია და ეძებს იმ მაშველს რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში დაინახოს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს ადამიანები მათ ატყუებენ ჩემთვის სამწუხარო ისაა როდესაც მე წერ რაღაცაზე ან ვიღაცაზე რომ მით უმეტეს ფაქტებით ვწერ და არ ვსაუბრობ მე იმაზე რომ მაგალითად ვიღაცა ცუდი ადამიანია სუბიექტურ აზრს არ ვწერ ობიექტურად ვაფასებ ყველაფერს თუნდაც იმას რომ განიხილეს ამ გადაცემაში საწვავის თემა და თურმე სახელმწიფო და ბიზნესი არაფერ შუაში არ არის
როდესაც სახელმწიფომ 2016 წელს აქციზის გადასახადი გააორმაგა და როდესაც საუბრობდით იმაზე და ასეც იყო მჯერა, რომ ნაციონალური მოძრაობის ჯიბეში მიდიოდა 1 ლარი და ამ ყველაფერს ძიძიგური კალაძე და ივანიშვილი ღიად ამბობდნენ 2012 წელს, ვითომ 1 ლარი მიდიოდა მიშას ჯიბეში, სავარაუდოდ მიდიოდა მჯერა დღეს, როდესაც 4 ლარს ასდა საწვავის ფასი, რატომ არ აკლებს ხელისუფლება აქციზის ფასს, რომელიც იყო სააკაშვილის დროს ნახევარი, ასევე რატომ არის გაუკონტროლებელი, თუნდაც ის რომ მივდივარ ბენზინის გასამართ სადგურზე და იქ 10 ლიტრის მაგივრად მისხამენ 8 litrს, ესეთ ჩვეულებრივი მაფიაა, სახელმწიფო მისცა ამ ბიზნესს ყველაფრის უფლება იმისა, რომ რა ფაშიც უნდა იმ ფაში გაყიდონ საწვავი, შესაბამისად არჩევნებზე მათ უნდა მიუვიდეთ ის წილი, რომელიც პლაკატების გამკვლელებისთვის, კოორდინატორებისთვის, თვითონ პლაკატებისთვის ჭირდებათ, მერე 50 ლარების ჭირდებათ ქუჩის ბიჭებს რომ დაურიგონ, რომ შემდეგ უკვე ხალხზე მოახდინონ გავლენა. ეს ყველაფერი არ განიხილეს და თქვენს რომ თურმე საერთაშორისო ბაზარზე საწვავი გაძვირდა. და თურმე ევროპაში 2 ევრო ღირს საწვავი 2.50 და ლარებში თუ გადავიყვანთ ეს 10 ლარამდეც ადის. მაგრამ ის არ იციან ეთყობა ამ ადამიანებმა და რასაკვირველია რომ იციან თუ რამდენია იქ ხელფასი, რამდენია მინიმალური ანაზღაურება და საათში რამდენს უხდიან. იქ ადამიანი რომელიც 1 საათში იღებს ნაკლი ძალიან დიდი ბოდიში რა, ევროპაში მე თვითონ ცხოვრობდა მორგოში ასავით 1 ლარად ჰექტარ მიწარს აქ ვერავინ ვერ გაიფორმებს, ხო და თუ გაიფორმებს აღმოჩნდება ციხეში. აი მაგალითად საფრანგეთში რო ახლა ვიღაცამ ადგეს და 1 ლარ 1 ევროთ აქ ჰექტარი მიწა გაიფორმოს, დამიჯერეთ რა, იმას მარტო ციხეს არ დააჯერებენ, რომელ პოლიტიკურ მოღვაწეობაზეა ლაპარაკი. ჩვენ არ მივიტვით როგორც ქვეყანა ევროპისკენ, ჩვენ არ მივიტვით როგორც ცივილიზაციისკენ და ყველაზე მეტი ცუდი რა არის, იცი ჩვენ არანაირი თვითგანვითარებისკენ არ მივდივართ. ირაკლი, ნუ გიკვირთ ჩემო მეგობარო, მე ძალიან მინდა, ეხლა შენ ცდებოდე, რომ მე ძალიან მინდა ღამე ვიძინებდე იმაზრით, რომ ახალგაზრდა ბიჭია და იქნებ რამეში შეცდა. არ გეწყინოს ჩემგან ეს რა, იმიტომ რომ ჩვენ შორის ასაკი შეიძლება დიდი არ არის, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ შეიძლება შენზე მეტი დიდი წვალება ვნახე, მაგ ამის თქმის უფლებაც, მაგრამ იცი რა, არა ხარ შენ ცდარი კაცი. ხანდახან შენ ჩემზე მეტად ჭკვიანადაც ფიქრობ და მართალიც ხარ, მე ბევრჯერ უნდა ვაღიარო ეს, მაგრამ დღეს მე ტრაგიკულად შეძრძუნებული ვარ იმისთვის, რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა. მე ვისურვებდი, რომ ესეთი რაღაცა არ მომხდარიყოს, რომ ასეთ რაღაცაზე ჩვენ არასოდეს არ გვესაუბროს, რომ ქვეყანაში კონსერვატორიზმის სახელით, ღირსების სახელით, პატრიოტიზმის სახელით ლაპარაკობდნენ ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის მოსპობაზე, რომელ ბენზინზეა, რომელ მატერიებზეა ლაპარაკი. კაცმა პირდაპირ ეთერში გაგვიუპატიურა ჩვენი ეროვნული მონაპოვარი. რისი დამსახურებაა ეს ყველაფერი? კი, გეთანხმები აბსოლუტურად. მე არავის გინება არ მინდა პიროვნულად, მაგრამ მე შენ განსხვავებით ძალიან ჭკვიანად მიუდექი საქმეს და მე შენგან განსხვავებით მეგონა, რომ ვინც ლაპარაკობდა პატრიოტიზმზე, ღირსებაზე, ყველა კაი კაცი და ყველა კაი ადამიანი იყო. ძალიან ბევრ ჭაობში მოხვდი საქართველოში. მე არ მახსოვს ახლა ვისი სიტყვებია ეს, არ მახსოვს, მაგრამ მაგარი სიტყვები როა და მეთანხმები შენც რომ ყველა ნაძირალის საბოლოო თავშესაფარი ხო, პატრიოტიზმიაო რა. მოირგეს ეს ჩვეულებრივად და ესე ლამაზი ჩოხასავით. პუბლიცისტის სიტყვები და აქვე დავაყოლებ იმას, სადაც უსამართლობა, იქ სამშობლო კერა ნაგვის ბუნკერიაო ესეც თქვა და დამიჯერე რა, სადაც ვიად გამსახურდიას აგინებენ, სადაც მერაბ კოსტავას აგინებენ, სადაც ხაზარაძე კოსტავაზე ხელის დამრტყმელი ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ლიდერია და გადამრჩენელი, ხო? მე შეიძლება ულახtildeლად გეტყვი რა. შეიძლება მე ბევრ რამესთან მიმართებაში მქონია არასწორი პოზიცია, მაგრამ ეთყობა დღეს ყველაზე მეტი ამაყი ვარ, რომ ამ ადამიანებს მუხლი არ მოუხარე არც ერთ ფრონტზე. შეიძლება დავზარალდი, მაგრამ წარმოუდგენელია. უფალიც ამბობს, ნეტარ არიან დევნილი სიმართლისათვის. სიმართლისთვის ვარ და ნეტავი ვიყო აქ ჩამოსული ბანკამაწონის გულისთვის, არა ვარ ამის გულისთვის. პოლიტიკური მიზნების გულისთვისა ვარ. მე აუცილებლად დავბრუნდები ჩემ ქვეყანაში, როდესაც ამათი მფარველები, მარადიული ფარაონები არ ყოფილა. ისინი დაეცნენ. დავით, ერთი რაღაცა ფრაგმენტი გამახსენდა, კინოროა ნათლია. კი რაღაცა ბანალურია, მაგრამ ყველაფრის რესტავრირება მოხდებაო, მაგრამ
სულის ვერ მოხდებაო, სულისო. შინაგანი სამყაროს რესტავრირება ვერ მოხდება. რაც ახარ, ის ახარ და აზრი არ აქვს, შეიძლება ლამას ჩოხაში გამოეწყობი თუ ძონძებში იქნები. თავარი ადამიანი იყო, ვინ ახარ რა საქმეს აკეთებ, ადამიანი ფასდება თავისი გაკეთებული საქმით და არა სიტყვით და არა ყვირილით, რომელიც უფრო გვაზარალებს დღესდღეობით. და რა მდგომარეობაში ვართ, ყველამ კარგად იცის. საუბრობენ მარტო იმაზე, რომ თურმე მე მორალურად მჭირდება გადარჩენა და ჩემს ფიზიკურ გადარჩენაზე არავინ არ საუბრობს, როდესაც 2 მილიონი ემიგრანტი ყავს და 1 მილიონი ჩემოდანზე ზის. რატო იმას არ კითხულობენ ერთი ვინ რას ჭამს, სოფლებს შავიდნენ, დაკეტილებია სახლები და აი ახლა მე სადაც ავარ კასპში, აქედან 200 მეტრიც არ იქნება, ამასინათ ქალბატონი მეუბნებოდა რომ 87-88 წლები იყო, როდესაც ეროვნული მოძრაობა შეჭექდაო და მერაბ კოსტავასთან მოგვიწია მისვლაო და კაციო ისეთ სიღატაკეში ცხოვრობდაო, რომ იატაკზე კონსერვის ქილის თავსახური ქონა დაჭედებულიო, გახრეტილი იყოო და ადამიანი გამოდის, რომელიც არის წეღანაც აღვნიშნე, ნებების და სურვილების მონა და მისი მთავარი ამოცანა არის მომხვეჭველობა, მეტი ფული გავლენა ხელისუფლების მიმართ დაუოკებელი შეტენვა უკანალში ნაციონალური მოძრაობის დროს მიშისტი იყო დღეს დღეების წინ ბიზნესი იყო დღეს ალტინფოშია ზეგ ალბათ რა ვიცი მოქალაქეთა კავშირი აღსდგება იქიდან რო აღარ ბრუნდებიან ადამიანები და აი ეს ადამიანები გვიკითხავენ მორალს და მერაბ კოსტავას რომელიც იყო იდეალისტი რომელიც ვერანაირად ვერ გატეხეს ადამიანი იჯდა ციმბირის ლაგერებში გულაგებში კი შიშველი შეაგდეს ადამიანი და დილით რო შევიდნენ და გაყინული უნდა გამოეტანათ სკუმბრია თევზივით კაც ოფლი გაზდიოდა მთელი ღამე იხტუნავა და ირაკლი ზაქარეიშვილი გამოდის და საუბრობს იმაზე და ჟურნალისტი ჯერ მაგისი ჟურნალისტობა რა ვთქვი მე ჟურნალისტიკაზე უნდა ვიყო და ეგეც ერთი სიტყვა არ შეუსწორა ან ბოდიში მოეხადა იმ მომენტში თავიდან ბოლომდე ჩართული იყო იმაში რაც წინასწარ ახლა ნალაპარაკები ქონათ მაგას რა თქმა უნდა რომ წინასწარ არის დაგეგმილი. მაგარი იყო მორგოშიასთან შეთანხმებული თემა ერთო. მე არ ვიცი რა ვისგან იყო მაგრამ პროდიუსერი ვინ არის? პროდიუსერი აკახებს მაგას. შენგან მე არ ვითხოვ არაფრის დამოწმებას, უბრალოდ მე მინდა საზოგადოებას უთხრა რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ მორგოშიას ვინც არის. იცით რა ხდებოდა მე ვაღიარებ რომ მე მსხვერპლი ვიყავი ამათთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ეს ხალხი ეწეპებოდნენ ქვეყნად ისეთ ადამიანებს, ვინც ღირსებისთვისა და თავისუფლებისთვის იბრძოდა რა საკუთარი ერის და ხანდახან იცი რომ მომაბრუნებდნენ, უცებ გადაიღებდნენ ჩემთან სურათს და მე ჩემი სურათები ამათ სოციალურ ქსელებში ხდებოდა და ვიღაცას არ წმუნდებდნენ ეთყობა იქ უშიშროებაში, რომ ეს ჩვენთან არის და ჩვენ მასთან ურთიერთობა გვაქვს და ასე შემდეგ. შენ ძმასაც ხო დააბრალეს ისო. მოიცადე რა დააბრალეს. ბევრი რამე დააბრალეს, მაგრამ ერთი იყო მაგარი სასაცილო. ხო, არ ვიცი, ერმილეს ძალიან ბევრი რამე დააბრალეს, მაგრამ მე მარტინენკოებს, მორგოშიებს და ასე შემდეგ ერთ რაღაცებს შევახსენებდი. როდესაც ჩემს ძმას რამეს დააბრალებენ, გაიხსენონ რომ ჩემი ძმა 2008 წლის ომის მონაწილეა, მის პირად საქმეში დევს მისი მეთაურის დახასიათება, რომელიც წერს რომ მას საბრძოლო მოვლენების დროს იერარქი ხელიდან ბარეორივით არ გაუგდია და არ გაქცეულა. 2008 წლის ომის მონაწილე ვარ მეც და ჩემი ისტორია, ჩემი გვარის ისტორია, მე არ ვლაპარაკობ სნობურად ჩემზე, აქედან არ იწყება. ჩემი мама პოლიტპატიმარი იყო, მე პოლიტდევნილი ვარ და ამავდროულად ჩემი დიდი ბაბუა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლობდა იმ დიდ ომში. არც ისე დიდი ისტორიის უკან. ამიტომ მე ახლა მორგოშია ჩემზე რა სიტყვის და ჩემ ძმაზე რა სიტყვის ნამდვილად არ არის საინტერესო ირაკლი ჩემთვის მტკივნეული შეიძლება იყოს ვირისგან წიხლი და არა საწყენი. უпростоრად საწყენი, მაგრამ არა მტკივნეული. როგორც გინდათ ისე გაიგეთ. მე ერთი რაღაცის თქმა მინდა ჩემო ახალგაზრდა მეგობარო. თუ საქართველოში შენაირი ადამიანები დღეს გაქრება, ესენი იმძლავრებენ და ქართული ოცნება ქვეყანაში ჰეგემონიურად პოლიტიკურ სადავეებს ბოლომდე ვერ დაიცავს. ის დაკარგავს უახლოეს მომავალში ხელისუფლებას, როგორც შენ აღნიშნე, აქ არის სოციალური, ეკონომიკური პრობლემები და უახლოეს მომავალში ხალხი ამას პასუხს გასცემს ქუჩაში და როდესაც ეს მოხდება, როდესაც ისინი დაკარგავენ მფარველებს პოლიტიკური ეშელონებიდან, აუცილებლად მაშინ მოხდება ჩვენი ქვეყანაში ჩამოსვლა და მათ ჩვენ მოუწყობთ ღირსეულ სასამართლოს.
საზოგადოებრივ სასამართლოს და არა მურუსიძის სასამართლოს. არა ისეთ სასამართლოს, სადაც ჩემი ძმა 12 აგვისტოს ეროვნული ღირებულებების გამო დაიჭირეს, სადაც ცდილობდნენ, რომ ჩემი ძმის დაჭერით ჩემზე შური ეძიათ, სადაც ბავშვების წამება დამალეს წინახიდაშელის დროს სამხედრო ბაზაზე და სადაც 1000 დანაშაული ხდებოდა, სადაც ლევან კობაიძე შეერაღებული ძალების ოფიცერი პოლიტიკური დევნილი გახადეს. ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროსაც იყო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი და 2008 წლის ომის მონაწილე, სადაც პუტჩისტები მართავენ სახელმწიფოს, სადაც ვეტერანთა დეპარტამენტში ნაძილები ზიან, სადაც ყველაფერი ხდება, ოღონდ არა ეროვნული. მე ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია და ჩემი მონოლოგი შემიძლია დიდი ხანი გავაგრძელო, მაგრამ მე არავის თავს არ შევაწუხებ რა. მე უბრალოდ ამ სიტყვით მინდოდა მეთქვა, რომ ვინც ეხლა უყურებს ამ ეთერს, ვინც მოგვიანებით ნახავს, მოусმინეთ ამ ახალგაზრდა კაცის სიტყვებს, ეს არ არის ის კაცი, რომელიც სადმე დაიმალება, ვინმესი შეეშინდება, მან ეს ყველაფერი დღეს საკუთარი რისკის ქვეშ თქვა აქ ჩემთან. ეს საკუთარი რისკია, ეს მისი სიცოცხლის, მისი თავისუფლების რისკია. თავისუფლების რისკია, იმიტომ ხვალ და ზეგ შეიძლება მას მიადგნენ ჩემი ძმასავით და დაიჭირონ არაფრის გულისთვის. მას მიადგნენ სრულიად შემთხვევით და დააჯარიმონ. როგორც ფინანსური წნეხი, ისე იდეოლოგიური წნეხი, ისე მორალური წნეხი, ისე სოციალური წნეხი მასზე გააკეთონ. ჩვენ ეს ძმებმა ნემსაძეებმა გავიარეთ. მარტინენკოები ჩვენ ამას ვერ გვასწავლიან რა ხდება და დააფასეთ ეს კაცი. მოუფრთხილდით ამ ადამიანს, იმიტომ რომ როგორც ირაკლი შენ თქვი, მე ერთ რაღაცას შევახსენებ ამ საზოგადოებას, ეს არის ფილმიდან ქალის სურნელი. არა, ამპუტირებული სულის შეცვლა არ ხდება პროტეზით, თორე ომში დაკარგული ფეხი შეიძლება პროტეზით შეცვალო. ძალიან დიდი მადლობა შენ ამ ჩართვისთვის. ძალიან დიდი მადლობა ამ ჩართვისთვის და ეს ეთერი გახდეს ზოგისთვის, უმეცარისთვის თუ შემთხვევით შეცდომილისთვის რეალური მაგალითი თუ სად უნდა იდგეს. მადლობა შენ ყურადღებისთვის. და ყველაზე მთავარი დავასრულებ. გესმის? რა თქმა უნდა მესმის. მთელი ჩვენი საუბარი ეხებოდა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას თემაზე ვისაუბრეთ და იმ შეურაცხყოფაზე, რაც მიაყენეს ამ ხალხს. და ეს ადამიანები მარტო მოდის გამო არ ვცემ ამ ხალხს პატივს. ჩემთვის ეგ ადამიანები არიან მისაბაძი მაგალითი, მისაბაძი ხალხი და შესაბამისად მე თუ დღეს რაღაცას ვამბობ, ზურგს მიმაგრებს მათი იდეა და ის რომ ჩემთვის თუნდაც თავისუფლების აღკვეთა ეს არ არის რაღაცა ტრაგიკული, როდესაც მერაბ კოსტავა სად იყო და როგორ იყო ციმბირის ციხეში, მით უმეტეს ახლა საბჭოთა კავშირის ეპოქაში იმაზე მეტი რა უნდა გაუკეთონ ადამიანს, ვიდრე მაშინ გაუკეთეს ამ ხალხს და შესაბამისად ჩემი სიტყვები არ არის რაღაცა მოჩვენებითი, შესაბამისად, როდესაც ვახსენებ მერაბ კოსტავას, ისე იქნება ყველაფერი, როგორც ეს ამ ხალხს გაეხარდებოდა, როგორც ჩათვლიდნენ საჭიროდ, რომ ესე უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, რაც დღეს ვისაუბრობ ამას არა სუბიექტური გადმოსახედიდან, არამედ ობიექტურად, როდესაც საუბარი მიდის მესამე პირში, თუ არ მაქვს მე იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ მაგალითად ხელი დავადო და სახელი დაგვარი აღნიშნო, ამას არც ვიტყვი. მაგრამ როდესაც არის ფაქტები, რა თქმა უნდა, დაუფარავად იქნება ყველაფერი. არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ოპოზიციის თუ ადვოკატები იქნებიან თუ ეს მოჩვენებითი პატრიოტები. ეს იყო ჩემი სათქმელი, მადლობა შენ ჩართვისთვის, მადლობა კიდე მაყურებელს იმისთვის, რომ დაგვითმეს და უფრო ფართო მასშტაბს თუ მიიღებს ჩვენი ესეთი საუბარი ხოლმე და ჩართვები იქნება, უფრო კარგია, რომ საზოგადოებას არ ქონდეს ისეთი წარმოდგენა, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცეები ქმნიან იმ ამინს, რომლითაც მოვლენ ქვეყნის სათავეში, ჯერ რომელ სათავეში მოსვლაზეა საუბარი. სიცხვილეა რა მართლა. თუ ვინმეს გონია, რომ ეს ადამიანები ვინმეს ან აშინებენ, რეალურად ვარსებობ და ზოგ-ზოგიერთივით fake account-ები არ ამაქვს და კიდე ზოგ-ზოგიერთებზე პასუხია გასაცემი, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად და არ ეგონოთ, რომ დაიწყებულია რაღაცეები და ყველას გაეცემა პასუხი. არავის არ ეგონოს, რომ ან ვინმეს ეშინია, ან კიდე ვინმეს გამო ხათრით თავს ვინმე შეიკავებს. პასუხი იქნება უკაცრესი. მადლობა. აუცილებლად ჩვენ ჩავერთვებით ვისაუბრებთ სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე, მაგრამ ეს შენი გამბედაობისთვის მადლობა. ავით შეიძლება მადლობასაც არ უნდა გიხდიდე და ალბათ არც უნდა გიხდიდე. ჩემი დანაშაულიც არის ეს, რომ კაც ასეთ რაღაცაზე მადლობას, ეს ჩვენი ვალია, ირაკლი.
ვალია ეს ჩვენი სიმართლის თქმა რა, ეს ჩვენი მოვალეობაა რა. ამიტომ ჩემო ძმაო, ხო, როცა ზოგადად წერ Facebook-ზე თუნდაც ყავს შენი აუდიტორია ვალდებულიც ხარ, მხოლოდ პოსტები არ უნდა ქონდეს გაშალაშინებული ისე რომ ვიღაცას გული არ დასწყდეს და ირიბად ისაუბრო. უნდა ისაუბრო ყველაფერ იმაზე, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის თავისუფალი ჟურნალისტიკა, არ არის მედია თავისუფალი და ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი. შევხედოთ, ყველა პარტიას თავისი ტელევიზია აქვს, საუბრობენ იმას, რაც აწყობს და შესაბამისად დღეს არც რუსთავიორს საწყობს ჩემნაირი ჟურნალისტი, არც მთავარ არხს, არც იმეს, არც მაესტროს, არც ალტინფოს, არც ობიექტივს, იმიტომ რომ ყველა ტელევიზია ეკუთვნის ჩვენს ქვეყანაში არსებულ აბსოლუტურ უმრავლესობას პოლიტიკური პარტიებისა. ეს არის სიმართლე. თუ ვწდები რამეში, შეუძლიათ ვისაუბროთ. პირადში თუნდაც ესე ვიდებატოთ და იქ გადავწყვიტოთ ვინ არის მტკვარი მართალი. მადლობა შენ ყურადღებისთვის. აბა კარგად, წარმატებები შენ საფრანგეთში და აბა შენ წარმატებები. აუცილებლად ვისაუბრებთ კიდევ, გაიხარე ხამენებისა ჩემო მეგობარ პროებით. კარგად. ჩემო კარგებო, ჩვენი ხო ამ საღამო ეთერის სტუმარი, თქვენ ნათლად დაინახეთ ის რისი თქმაც მინდოდა ეს არ ვიყავი, ხო, ეს არ იყო ჩემი ილუზიები, ამ ახალგაზრდა კაცმა ილაბარაკა თავისი რეალობა, თავისი სიმართლე, დაიცვა თავისი სამშობლო, დაიცვა თავისი ქვეყანა და ეს ყველაზე მეტი დაცვა, ვიდრე დღეს ვინმე შეიძლება რამით გააკეთოს. აბსოლუტური ტირანიის დროს, სადაც გოშიები, სხვადასხვა მამაძაღლები, ქართული ოცნება და კიდე სხვა ტირანები მეფობენ და თამაშობენ როლებს კონსერვატორის სიმართლის თქმა ნამდვილი გმირობა არის. მაგრამ ეს არა ჩემგან, ვინც იმყოფება დღეს საქართველოში და ვისგანაც ისმენდით ამას. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს გმირი. გმირი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც გათვითცნობიერებულ სიკვდილზე წავა სამშობლოს გულისთვის. და ზუსტად მე ვეხები ამ საკითხს და ამიტომ საუბრობ ამას. მე მინდა ყველა მიცოდეთ, რომ ჩემმა ძმამ ერმილე ნემსაძემ ოფიციალურად ამ ხალხს მოუწოდა, შესთავაზა სხვადასხვა ეთერები, შესთავაზა საკუთარი პოზიციების დაცვა პირდაპირ ეთერში, მაგრამ გოშიები ზუსტად მაშინ, როგორც სამ ქვეყანას უჭირდა, როგორც ომის დროს ჩვენ ვიდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყავით, ისე დაიმალნენ. ეს არის ტიპიური ომი, ეს არის თავდაცვითი ომი საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ღირსების, საკუთარი შთამომავლობის, მაგრამ მარტინენკოებს არ შეიძლება გქონდეთ ეს ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოს დაცვის და მის წინაშე მოვალეობის და მის წინაშე ღირსების ელემენტებს შეიძლება შეიცავდეს. ან გასაგებია, ის არც არის ამ ქვეყნის ტომელი და მისთვის წარმოუდგენელია ვიღაცას უყვარდეს სამშობლო. მაგას უყვარს მისი სამშობლო, რომელიც საქართველოს ნამდვილად არ არის. და მე კიდე არ ვიცი ვინ თამაშობს ამ როლებს, მაგრამ მე ერთი რაღაცა ნამდვილად შემიძლია გითხრათ რა. ასე არ გაგრძელდება, ასე არ იქნება, რომ ამ ყველაფერს თავისი პასუხი, თავისი სახელი, თავისი გვარი არ ქონდეს. დიახ, ამას ყველაფერს აქვს თავისი შეხედულებები, თავისი სახელგვარი ქვია ამ ყველაფერს. ამის უკან დგას მურგოშია. აი ეს ნაძირალა, რომელმაც საკუთარი ნათლი მამა გაყიდა. გიგი თქვენ წარმოგიდგენიათ ადამიანმა ასე ვაჭრულად იუდურად აარჩიოს. მე არ მინდა ახლა მის პირად სივრცეში შევიჭრე და ეს არც არის ჩემი საქმე, მაგრამ როგორ შეიძლება შენ კონსერვატორმა, ღირსების დამცველმა ადამიანმა ერთი შვილის ნათლიად გყავდეს ისეთი რადიკალური სისხლიანი ჯალათის ოჯახის წევრი, როგორიც არის კოდუა, სისხლის მსმელი კოდუა და მეორე ნათლიად გყავდეს ესა ემზარკვიციანი აგერ და მაგათგან გამწარებული სანდრო ბრიგაძე რა. ანუ მოგინდება იმ ნაციონალური მოძრაობის ხურჯინში ჩაჯდები და მოგინდება მერე აქეთ გადმოჭდები ეროვნულ ფრონტზე. მე არ ვილაპარაკებ ბრიგაძის მაგივრად, იმიტომ არ ვილაპარაკებ, რომ ეს მისი პირადი სალაპარაკოა და შეიძლება ის ნათლი მირონობის წინაშე დებს გარკვეულ ვალდებულებებს და ამიტომ არ ლაპარაკობს, მაგრამ ეს მისი საქმეა, მე არ შევაფასებ მის პოზიციებს. უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ როგორ შეიძლება ვინც არ უნდა იყოს თუ ნათლიად გაიხადებ, მეფეები არ ეუბნებოდნენ გლეხებს ნათლი მირონობაზე. უარს, მაგრამ როგორ შეიძლება კაცი თუ ნათლიად გაიხადა, ისეთი კაცი გაძარცვა, მოპარო, წაართვა, ფეხში ეგრეთ წოდებული ჩხირი დაუდო და წააქციო. ასე დაუდო იმ კოდუასაც მორგოშიამ, ასე დაუდო იმ სანდრო ბრიგაძესაც და კიდე ბევრსაც იქ მესამე გაუძარცვია ვიღაცა.
მე არ ვიცი ეს ხალხი ვინა, მე ძალიან ერთი რაღაცა კარგად ვიცი, რომ ის მთელი აქტივი, სადაც ეს იდგნენ ხელისუფლებასთან ხდებოდა ამათი ვაჭრობები, იქ რაღაცა სამშენებლო კომპანიებით, იქ სხვადასხვა მამაძაღლობებით და საბოლოო ჯამში ქართული ეროვნული ღირებულებები გაიძარცვა ამ გოშიების და ამ მამაძაღლების მიერ. წუხარ, უასე იყო, მაგრამ ალბათ უფრო მეტად დავწუხდები თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს და არც გაგრძელდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, აგერ ნავთობ ბიზნესში მოუნდა ჩაჯენა რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც 150 მილიონი დოლარის საქმე იყო და მას ამოარტყეს უკვე ერთ ადგილზე წიხლი და უარი უთხრას ამ ბიზნესს. ეხლა გვიანია სახში მივდივარ, ოღონდ განსხვავებით საქართველოსთან მე ამ სიბნელეში თავს არავინ არ დამესხმება, იმიტომ რომ მე არ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ჩემი გარანტი იმისთვის, რომ დღეს თავისუფალი სიტყვა ვილაპარაკო. აი ეს არის ერთადერთი მოტივი ის, რატომაც მე პოლიტიკური დევნილი ვარ აქ და რაც შეეხება იმ სიტყვებს მორგოშიელების და ličnad morgošias, იმიტომ რომ ეს ტიპი აჟღერებს სხვადასხვა სხეულებიდან თავის სიბინძურეს, ხო? მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ თითქოს ჩემი ძმა მიტო დაიჭირეს, რომ მე აქ პოლიტიკური თავშესაფარი მიმეღო. ნაძირალა ხარ შენ და ტუტუცი ხარ შენ. აი ეს კურდღელი ხარ, აგერ ჩემ წინ რო გარბის, გამიგე? ხო და მაგაზე მე შენ პასუხს არ გაგცემ. მაგაზე პასუხს გასცემ საერთაშორისო სასამართლო. ადამიანთა უფლებების სასამართლო სტრასბურგში, სადაც შენ პატრონებს გოშია ეჩივლებათ და დაიდება ტიპიური ფაქტები. ჩემმა ძმამ ორი სასამართლო პროცესი მოიგო, მაგრამ სამართალი და მართლმსაჯულება არ აღდგა, იმიტომ რომ შენაირი გოშიების არის ეს ქვეყანა და იქ სამართალს ვიღაცა მოსამართლე კი არ ადგენს. იქ სამართალს ადგენს შენაირი გოშიას პატრონები. და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის ისტორია არ არის ჩემს ქვეყანაში. ეს თქვენი სამართალია, ეს თქვენ გინდათ იყოს ასეთი საქართველო, თქვენ გინდათ ესეთი წარსული გქონდეს, რომელსაც ვკარნახობ. ისე გინდათ, როგორც ჩემთან მიმართებაში მოიქეცით, რომ თავს დამესხით, დაზარალებული ვარ და თან ესეთი დაზარალებული დევნილი ვარ. თქვენი დედავატირე თქვენ არაკაცებო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავის სახეს მიიღებს, ეს ყველაფერი თავის ფორმას მიიღებს და თქვენ ამაზე ყველაფერზე პასუხი არ გექნებათ. 200,000-ის ქურდებო, იმ ბიჭების ციხეში გამშვებებო, იმ საცოდავი ბიჭების, რომლებიც თქვენი პოლიტიკური აქტივის გამო გამოიყენეთ. მახსოვს, მე ეგერ ქართული მარშის დროს იყო ხალხი დაჭერილი, მაგრამ ღამეებს ათელებდნენ მიტინგებით და ხელისუფლებას აწუხებდნენ, არ ვიცი მე ვინ როგორ თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, მაგრამ იმდენი კი მოახერხეს, იქ ცირა იყო ჯავახიშვილი, ადვოკატი, რომ ეს ბიჭები გარეთ გამოიყვანეს. ამ აქციებით, ამ ბრძოლებით, ამ ყველაფრით რუსთავიორის წინააღმდეგ ღვთისმშობელი რო შეურაცხყვეს. მორგოშია იქედანაც დაიმალა იმ საქმიდან. აი ეს არის სიმართლე. მაშინ ეს ხალხი არ გამოსულა და ფული გვჭირდებაო და არაუგროვებია. არაუგროვებია. ეს ცირა ჯავახიშვილი, ის ადვოკატი, ქალი უკაპიკოთ იცავდა იმ ბიჭებს. მკერდით ეფარებოდა. აი ეს არის რეალობა. და თქვენ რა ქენით? ეს მამათმავალი შემოაგდეთ, ბაჩო ახალაიას ძმის და თახალაიას ადვოკატი, მამათმავალი, პედოფილი. აი ესეთი როჟები შემოაგდეთ. ჯერ თქვენს პარტიაში, როგორც წევრად და მე იმ ვაშკაცი ბიჭების დამცველებად, რომელიც ქვეყანაში იმ მანკიერ დამოკიდებულებებს ეწინააღმდეგებდა. სადა ხართ ახლა ვინც მისმენთ, აი ეს ტიპები, ვინც ვანური ქუდებით დადიხართ მაგ მორგოშიას პარტიებში და იძახით, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ღირსება, ჩვენი სარწმუნოება. ეს ფაქტი თქვენთვის თუ ეს არის, რა ქვია, ასე ერთი ხელის გადასმით საუაროა, გაგერ შემოგითვალათ, ჩემმა ძმამ, ხო? ჩამოვალ, დავიფიცებ ხაზზე და მოდით და დაადევით ხელი, თუ რატო ხართ მაგ პარტიაში, თუ ამის ტრაკი არა გაქვთ. ნებისმიერს მე საწყენად არ გეუბნებით, ძმებო, ქართველებო. მე თვითონ ყოფილვარ მსხვერპლი ასეთი გაუგებრობების, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ასე უნდა გაგრძელდეს, კაცო. მორგოშია არის ჩვეულებრივი დღეს ირაკლი ზაქარიაიშვილი, ოღონდ სხვანაირი სახის მამათმავალია, ის ელემენტარული ზაქარიაიშვილი ჩემთვის კიდე უფრო სუფთა პიროვნებაა, ვიდრე მორგოშია. იმიტომ სულიერი პედერასტია, გაცილებით უფრო სამწუხარო და მტკივნეული ვიდრე ხორციელი. ჩემთვის პირადად ასეა. კაცი რომელიც საკუთარ ნათლიმამას გაყიდის, ღირსებას გაყიდის, ბიჭებს ჩააჯენს, იმ გაჭირვებულზე ფულს აკრიბავს და ამას გაფლანგავს და საკუთარი კეთილდღეობისთვის მოიხმარს,
ერთი ირაკლი ზაქარაიშვილი საკუთარ უკანაში ფალოსის შეყოფით რაც გააკეთებს იმაზე ცუს ვიდრე ამან უკვე გააკეთა საკუთარი ერისთვის და ხალხისთვის. ეგ არის მტკივნეული. თორე არავის ლოგინი მე არ მაინტერესებს. მე მინდა დავასრულო ეს საუბარი და მე მინდა რომ ამ საუბარს კონდეს გაგრძელება საქართველოში. და ექნება შეიძლება მილიონიანი სტუდიიდან არ გელაპარაკებით სიმართლეს, მაგრამ გელაპარაკებით იქიდან საიდანაც უნდა გელაპარაკებით. მე მსხვერპლი ვარ ჩემ ქვეყანაში ძალადობის, რომლის მონაწილეს მორგოშია არის. და ზუსტად ირაკლი ზაქარაიშვილის ნაირი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაუყენეს იმ ხალხს, ვინც ჩემზე მოახდინა ჩასაბრება, მიდევნება და ჩემი განადგურების მცდელობა ჰქონდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ისედაც ავარ. და ეს მარიამ კუბლაშვილი დღეს აგერ უკრაინაში გაქცეული მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრის დიალორდ კიფანიძის შექმნილია, რომელიც უკრაინის კონდაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. მისი საყვარელი და ერთ-ერთი ელემენტი იყო. ეს არის რეალობა. ეს მის პარტიაში ეს მამათმავლები, უშიშროების ნასეტკები, ვითომ ადვოკატები, ვითომ გმირები, ეს შემთხვევითი არ არის, ეს არის შექმნილი ქაოსი და მართული ქაოსი. ჰიბრიდული ელემენტები არიან ყველა. ჩემი ქვეყნის მოწინააღმდეგეები არიან და სანაპირში სული მედგმება, ამად გასანადგურებლად ვიბრძოლებ. მე ამაზე ვინმესთან ფიცი არ მჭირდება, მე ამაზე ორჯერ მივეცი ფიცი. ერთი როგორც ოფიცერმა, პირველად როგორც რიგითმა და მერე როგორც ოფიცერმა. და მე ამის ვალდებულება მექნება ყოველთვის. ახლა წაიღეთ ეს თქვენი ტელევიზიები, დაახვიეთ და გაიკეთეთ ერთ ადგილზე. ჩემს სიტყვას და ჩემს ათქმელს ჩვენივრად გელაპარაკებით აქედანაც. ერთი არხი დამიბლოკეს. ჩემს ძმას დაბლოკილი აქვს. აუცილებლად გამომყევით. YouTube-ზე, YouTube არხზე ვდებ ყველა ამ ვიდეოს და მე მინდა რომ ყველასთვის იყოს ცხადი, ყველასთვის იყოს რეალური ის, რასაც ვლაპარაკობთ ჩვენ სხეულზე გაიარა ქვეყნის უახლოესმა ისტორიის გარკვეულმა ნაწილმა, თუ არა მთლიანმა ნაწილმა, პოლიტიკური ისტორიის ნაწილმა. და ჩვენ არასდროს ჩვენ როგორც ჩემი გვარის, როგორც ჩემი ოჯახის ღირსება იყო, მე არავისთვის ფული არ მომითხოვია იმის გამო, რომ პოლიტიკურ აქტივიტეტში ვიყავი და ჩემი ქვეყნის გულისთვის ვიბრძოდი. კი, მე ბევრჯერ გავხდი მსხვერპლი ამათი თამაშების. მე დავტოვე ჩემი უსაყვარლესი პროფესია. სხვისი გულისთვის და გავაკეთე ეს. მაგრამ მე სხვანაირი ვალდებულება არ შემეძლო სხვანაირად მოქცეულიყავი. ბევრჯერ დავდექი იმის წინაშე რომ დამიჭერდნენ. ამაზე შეგუებული იყო ჩემი ოჯახი, მაგრამ უკან ნაბიჯი არ გადამიდგია არასდროს. და მე მთელი პრეისტორია მაქვს ჩემი ცხოვრების და ბრძოლის. იმიტომ რომ მე ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგი კი არ ვიყავი. მე ეროვნული იდეებით ვიზრდებოდი და ამ ქვეყანაში მე გავხდი მსხვერპლი იმ პუტჩისტების, რომელმაც ზუსტად იმ 9 აპრილს ქართულ საზოგადოებას ესროლა. ეს არის რეალობა და შემდეგში გახდება თქვენი შვილები ამის მსხვერპლი. მადლობთ ყურადღებისთვის.